მოგესალმებით, ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტის სტუდიაში. თქვენთვის მედია თოდრაძე მუშაობს. პროექტის რეგიონული მედია რეგიონის მოსახლეობისთვის ფარგლებში მობილური ჯგუფი სოფელ მთისპირის მოსახლეობას შეხვდა. თეა იოსელიანი გვიამბობს. მაღალმთიანი სოფელი ულამაზესი ხედებითა და პეიზაჟებით, მძიმე რეალობით ტკივილიანი, თუმცა მაინც ამაყი და წელგამართული უმკლავდება დღევანდელობისთვის დამახასიათებელ და ნაცნობ პრობლემებს. რაიონული ცენტრიდან 18 კილომეტრი დაშორებული სოფელი მეწყერსაშის ზონაში იმყოფება. დამეწყრილი გზები ცენტრთან დაკავშირებას განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში კიდევ უფრო ურთულებს ადგილობრივებს. მთისპირელები სერიოზულ პრობლემად უმუშევრობას და ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სანახევროდ მოგვარებულ წყლის პრობლემას ასახელებენ. ამორტიზებული მილებიდან ამოხეთქილი წყალი მთლიანად რეცხავს ისედაც მოუწესრიგებელ გზებს. წყობიდან გამოსული სოფლის შიდა გზები გადაადგილების სერიოზულ პრობლემას ქმნის. ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ორჯერ ემსახურება ადგილობრივებს. მაღაზია, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, გამგეობის შენობა და რამდენიმე მოსაცდელი. ეს ის შენობებია, რომელიც სოფელში ძველიდან დღემდე შემორჩა. დღევანდელ პრობლემებს კი შეძლებს დაგვარად, თუმცა დიდი ჭაპანწყვეტით უმკლავდებიან. უახლოებულ ზამთრამდე შემოდგომის მოსავალი უკვე დააბინავეს. ახლა მთავარი საზრუნავი ზამთარში გათბობის საშუალების მოძიებაა. იმედები კი ყოველთვის არის. იმედი უკეთესი მომავალი წლისა, რაც პრობლემებით სავსე ცხოვრებიდან უკეთეს. სოფლისთვის დამახასიათებელ, უფრო ლამაზ და ხალისხიან გაგრძელებას პოვებს. სოფელში 19 წელია ვცხოვრობ. ძალიან შედარებით ახლა უფრო გაუმჯობესებული, ესე უმუშევრობაა სოფელში, არაფერი არა, გზა უგზოობა, წყლის პრობლემა მოგვარდა შედარებით, რაც წყალი არ გქონდა. რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ავტობუსი დადის, დილით მიდის, საღამოთი მოდის მგზავრობა, ძირითადად ძვირია 2 ლარი იქეთ, 2 ლარი აქეთა გვიჭირს მაგითაც, არა, შემოსავალი არაფერი არაა ძირითადად. ძირითადად არაფერი შემოსავალი არ აქვს, ახლა ვისაც აქვს თქვათ თხილი და ზოგს მანდარინა, აგია სოფლის შემოსავალი და ფიზიკური მუშაობით. ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი სოფლის ახალგაზრდების ძირითადი პრობლემა, როგორც დღეს საქართველოში სამწუხაროდ აქტიურია, არის უმუშევრობა. ვერ არა ახალგაზრდები დასაქმებული და მისდევენ სოფლის ცხოვრებას, რაც სამწუხაროა განვითარების მხრივაც ახალგაზრდისთვის. და ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ მაინც ისაა, რომ სოფელი მოწყვეტილია რაიონს, გზის უკიდურესი შემთხვევაა ჩვენთან, ძალიან ეს წყალი მიდის გზებს აშუავებს, აფუჭებს და ალბათ მოხარული ვიქნებოდით, რომ იყოს მეტი ყურადღება. ძალიან დიდი კმაყოფილი ვართ, რომ ბაღის საბავშვო ბაღი გაიხსნა ჩვენთან და მე პირადად მაგალითად ჩემი შვილების სწავლა-განათლების ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ. მეტი ძალიან კარგი კვება, სუფთა ბაღი, კარგი თანამშრომლები. პრობლემები რაც არის, ძირითადად არის წყალი და გზა. ჩვენი სოფლის პრობლემა კიდევ უდიდგან მაგაში გაკეთდა სათავე ნაგებობა წყლის, რომელიც მთელ სოფელს ემსახურება და არა მარტო მთელ სოფელს, არამედ სოფელ ასკანასა და მსიანს ემსახურება ჩვენი წყალი. გაკეთდა სალიხარი მეურნეობა იგივე ამ წყლის სისტემაზე და ფაქტიურად უკვე დარჩა შიდაქსელი შესასვლელი, რომელიც გარკვეულ კი არა უახლოეს ხანებში დაიწყება ამისი შეცვლა. სოფელში შენდება ბახვიხესი უკანავის ტერიტორიაზე, მთისპირის სოფელში და ძალიან დიდი იმედები არის როგორც ხელისუფლებიდან, ჩვენი გუბერნატორიდან, გამგებლიდან, მათი შეთანხმებიდან გამომდინარე ინვესტორებთან, ძალიან დიდი იმედი არის, რომ დაახლოებით 200-300 პიროვნება დაიწყებს მუშაობას, დასაქმდება, განახლებული არის უკვე ამ გესის მშენებლობა და სამომავლოდ უკვე გვაქვს ნორმალური ცხოვრებისგან ძალიან დიდი სწრაფვა და იმედები. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციამ ბაზრის თემაზე პრესკონფერენცია კიდევ ერთხელ გამართა. ჩვენი სიუჟეტი. რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემული ბაზრის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. დეტალურად გაახმიანა ის ოფიციალური წერილები, რომლითაც ოზურგეთის გამგეობამ, საკრებულომ და მხარის რწმუნებულმა ეკონომიკის განვითარების სამინისტროს აგრარული ბაზრის საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს. ნაცვალაძემ პრესკონფერენციაზევე გაგვაცნო სახელმწიფო უწყების წერილი, რომლითაც აღნიშნულმა სამინისტრომ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა
დააკმაყოფილა. შეპესი აგრარული ბაზარი 100%-იანი წილით უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ის 13 ოქტომბრის ბრძანებით დასტურდება, რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი აწერს. ლელა ნაცვალაძემ განაცხადა ისიც, რომ ბრძანების გაცემიდან რამდენიმე დღეში ოზურგეთის გამგებელმა ძველი ბაზრის ადმინისტრაცია დაიბარა და მათ ტერიტორიის ერთ კვირის ვადაში დაცლა და მუშაობის შეჩერება მოთხოვა. ნაცვალაძესავე განცხადებით გამგებლის დირექტივებს მოვაჭრეები პროტესტით შეხვდნენ და დახმარებისთვის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას მიმართეს. ძველი აგრარული ბაზრის მოვაჭრეები თავიანთი პროტესტის გამოსახატავად სამართლიანი საქართველოსთვის რაიონულ ოფისში პრესკონფერენციის დროსაც მივიდნენ. მოვაჭრეები უკმაყოფილებას ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ სახელმწიფო ბაზრიდან კერძო ბაზარში იძულებით ამწესებენ, ისე რომ აზრსაც არ ეკითხებიან. აგრარული ბაზრის მოვაჭრეებითა და სამართლიანი საქართველოსთვის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ნაცვალაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ძველი ბაზრისთვის ფუნქციების შენარჩუნებას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებითა და გამოსვლებით იმუქრებიან. ჩვენ ერთმანეთის გვერდზე ვდგივართ, ჩვენ გვინდა ძველი ჩვენი ბაზარი, აგრარული ბაზარი უნდა ყავდეს ოზურგეთის რაიონს, ეს არის გლეხის ბაზარი და არ არის სიმდიდრის ბაზარი, ხო? ჩვენი ინტერესებია ის, რომ ის წვიმა არის, ის თოვლი არის, თუ იმას ის ყველაფერს უმკლავდები, დაგვიტოვონ ბაზარი. ჩვენ არავის არ ვებრძოლებით, ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ის არის, რომ დაგვტოვონ ჩვენს ბაზარში. ნუ დაგვირღვევთ იმ საარსებო წყაროს. დავაყენოთ ჩვენ ძველ ბაზარში და რომ ლუკაბური უშენო და მოშოწოვოთ სახში. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენი გადასვლა არ შეიძლება, მაგალითად ვყიდი მწვანეს, ქუთაისდანმა. იატაკზე ახალი რომ მწვანე დააწვა, წყალი დახსა, ივარგებს იგი. ისია იქადა სპორტი იქადა წყალს ვერ დაასხა, ვერაფერს ვერ გავიგე. მწვანელის მეიდან ახალი უკეთესია განაშენ. ამი ადგილი. კერმალა კაცო, ცოტა უკან კიდო დაახლიმ. ამას უწევს 90 ლარი თვეში. იქინე ჯერ ფულს არ ახტევიებენ, მერე მოუწევს 500 ლარი. იმას მე ვერ გავკაჩავ და ჩემი სახლის პროდუქტი ხიდი 70% და იძულებული გავხდება ბევრი გურული ჩამევიდეს ქუთაისში ქინძის და პეტრუშკის სახით. ბაზის დაშლა არ გვინდა. მე დაბადებული არ ვიყავი, რომ ეს ბაზარი იყო. კიდო იმის იქეთ იყო ლიხაურში გადიყვანეს, მაინც არ გადმოვიდა. ატეკაში გადიყვანეს, მაინც არ გადმოვიდა. ესა ცენტრი, ვინც ხან პირველად არჩია, ძალიან ტვინიკოსივი რაც იყო. ესა ცენტრი ყველა მხარე რომ უდგება. იმ ბაზის პრეტენზია ჩვენ არ აგვაქვს. მე არ მაქვს უფლება კაცო. ეს მისია რაც უნდა იქნას. იქაც იყოს თუ გინდა ბაზარი და მაგრამ ამას არ დავაშლებიეთ. ახედან კიდო პროდუქტი მიდის იქეთ. ხელისუფლება ცდილობს რომ ადამიანების უფლებები შეელახოს, ამიტომ ჩვენ დავდგებით აი ამ ხალხთან. პირველ რიგში რასაც ვაპირებთ, მოსახლეობა თვითონ მოვაჭრეებმა გააკეთეს ღია წერილი, მოგეხსენებათ ამის შესახებ, გამგებლის, გუბერნატორისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. ეს ღია წერილი გაეგზავნება რეგიონის მინისტრს დათო ტყეშელაშვილსაც, მე პირადად ვიზრუნებ ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ არ მიიღებს ხელისუფლება ამ ადამიანების თხოვნას, მაშინ რადიკალური ზომები იქნება. პირველ რიგში ბაზარი მოეწყობა ათომე გვაბიშვილის მისაღებ კაბინეტ შესასვლელში, საკმაოდ დიდი პარტია, მე პირადად დავდგან პირველ დალხს. და იქ გაიმართება ვაჭრობა და დანარჩენს რას მიიღებს მოვლენები გვიჩვენებს. წინასწარ ეს იქნება ყველაფერი კანონის ფარგლებში, სანამ საკრებულო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას იმისა, რა გაკეთდეს, ბაზარი დარჩეს, დაიყუროს, გასხვისდეს, დადგეს აუქციონზე, მაგის უფლება არ აქვს რაიონს. მე რა რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა. ამიტომ იმას გავაკეთებთ, რასაც დაიმსახურებს ეს ხელისუფლება.